დაბრუნდით სტუდიაში ჯაბა ჭანკვეტაძე და გიორგი ახვლედიანი არიან ჩვენი სტუმრები, მოგესალმებით და მადლობა სტუმრობისთვის. აი პრინციპში გრძელდება ის ისტერიკა, რომელიც დაიწყო ჯერ კიდე გასული წლის მიწურულს, მაშინ როდესაც ხალხის ძალამ დააანონსა ამ ახალი კანონპროექტის ინიცირების შესახებ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობაზე. დღეს ეს ასე ვთქვათ კანონპროექტი უკვე ინიცირებულია და ისტერიკა შესაბამის ასე ვთქვათ ფორმას და შესაბამის ხარისხზე არის ასული და რაც ყველაზე საინტერესოა ჯაბა ეს ისტერიკა უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის დონეზეა გასული და რატომღაც სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მიიჩნევს რომ კანონპროექტი რომელიც ასე ვთქვათ შედგენილი არის ამერიკული ანალოგის მიხედვით და ამერიკული ანალოგიდან გამომდინარე რატომღაც მიაჩნია რომ მაინც და მაინც რუსული ასე ვთქვათ რეალობის ანარეკლი არის და მაინც და მაინც რუსული რეალობიდან არის გადმოღებული. რას უნდა მივაწეროთ ეს ისტერიკა? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ეთერში მოწვევისათვის. მოკლედ სახელმწიფო არ შედგება ისე, თუ სახელმწიფომ ესეთი მოცემულობა არსებობს, განსაკუთრებით ევროპულ სახელმწიფოებში და განვითარებულ სახელმწიფოებში, თუ მათ არ მოახდინეს გარკვეული ლუსტრაცია იმ გადარიცხვების და ტრანშების არ აქვს მნიშვნელობა ეს ბიზნეს ეხება, კერძო სუბიექტს ეხება თუ სახელმწიფოთა შორის ხდება, თუ რა ორგანიზაციებს ხმარდება ეს ყველაფერი. ჩვენ უკანასკნელი 30 წელია ვხედავთ ერთი მოცემულობა არის პოლიტასპარეზე, რომ მათი სასურველი არ აქვს მნიშვნელობა ცალკეული სუბიექტები იქნება თუ პოლიტიკური გაერთიანებები, არავინ არ უნდა შეეხოს მათ ფინანსებს, არავინ არ უნდა გამოიკვლიოს ის შავი ფული, რომელიც შემდეგ სამწუხაროდ ისეთ როგორ ვთქვათ ისეთ თემებზე და ისეთ ორგანიზაციებზე იხარჯება, რაც ხალხის ენების გამომხატველობის საწინააღმდეგოა. შესაბამისად, ეხლა ჩვენ რო ამ ლირიკაზე დრო არ დავხარჯოთ და იმაზე თუ რა მოცემულობაში ვიყავით უკანასკნელი 30 წელია და ამას ჩვენი ქვეყანა და მოქალაქეები ძალიან კარგად ხედავენ, ამ პროექტის ინიცირება პირდაპირ ლუსტრაციას გაუკეთებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივი, ან შეიძლება თავათვლიან რომ ეს სახელმწიფოებრივია და მოექცევა საკანონმდებლო რეგულაციაში. ეს არანაირი რაღაცა თავისუფლება და დემოკრატიის დისკრედიტაცია არ არის, ეს არის მექანიზმი სახელმწიფომ როგორ დაიცვა საკუთარი თავი და საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი. აი ეს ამით არის განპირობებული. აი ეს ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს ხდება დასავლეთის სახელმწიფოებში. ამიტომ უბრალოდ როგორ ჩვენ გვაქვს ესეთი მოცემულობა რა, აღარ გვჭირდება ჩვენ ეხა ეს ეფემერული რაღაცა დიპლომატია და ცოტა მყიფე განცხადებების გაკეთება. ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო სექტორს, ეს ეხება ხელისუფლებას და ხელისუფლება ამას აფიქსირებს. უბრალოდ ვინაიდან და რადგანაც მათ ინტერესების თანხმდრაში არ ხდება ეს ყველაფერი, ეს სააშკაროზე გამოდის, რომ გავლენის აგენტები, რაღაცა რუსული შავი, რაღაცა სადინარები და ასე შემდეგ ცდილობენ ხალხის პროტესტის და დემოკრატიული რაღაცა ერთგვარი პროტესტის გამოხატვის აღკვეთას. სინამდვილეში ეს არ არის, ეს მანამდე უნდა მომხდარიყო, იმიტომ რომ ჩვენ სახელმწიფოს გააჩნია ერთი მთავარი ბერკეტი და ეს ბერკეტი არის გამოიყენოს იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ემუქრება ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. აქედან გამომდინარე, ჩვენ გასაგებია რეკომენდაციასაც ვითვალისწინებთ ეგრეთ წოდებულ guidelines, მოსამზადებელი იქნება, ინსტიტუციური რეფორმა იქნება, თუმცა ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გვესაუბრებიან იმ კონკრეტულ მოცემულობაში, რა კონკრეტული მოცემულობა მათთვის ხელსაყრელია. ან უფრო მარტივად რო ვთქვათ, საკუთარი გავლენის აგენტებისთვის მათ ჭირდებათ უფრო მეტი რაღაცა ლავირების საშუალება და თავისუფლება, რა თქმა უნდა და შესაბამისად ეხა ამ კანონს როდესაც აინიცირებს სახელმწიფო და ხალხის მოსახლეობის უმრავლესობა მიესალმება იმას, რომ ჩვენ გავიგოთ რა ორგანიზაციები არიან, საიდან ფინანსდებიან, რაში ხმარდება ეს თანხები. ჩვენ ვიცით ხო, რომ უმრავლესი ეს გადმორიცხვები არ ხმარდება რაღაცა განათლებას, ინდუსტრიას, სოფლის მეურნეობას და ამ კუთხით არ ვითარდება კონკრეტული არასამთავრობოების და თუ ჩვენ ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე და ეს ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, მაშინ ხალხის უმრავლესობა ამის მომხრეა და რატო აქვთ ეხლა რატო ღელავენ ამასთან დაკავშირებით და რატო გონიათ რომ ეს ჩვენი საგარეო დირექტივაა, ეს უკვე მათი პრობლემა არის. აი ეს ასე ვთქვათ განცხადება გიორგი იმაზე რომ თვითონ სახელმწიფო დეპარტამენტი ამ დონეზე და ასე ვთქვათ ამ ინტერესით თუ ჩაერთვებოდა ხალხის ძალის ამ ინიციატივაზე, ალბათ ბევრს გაუკვირდა და მით უმეტეს გასაკვირი იყო ის ანალოგი, რაც ნედ პრაისმა განაცხადა, რომ თურმე კანონპროექტი, რომელიც არის ამერიკული ფარას უფრო რბილი ანალოგი, გამოკლებული თუნდაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა, რაც ამერიკულ კანონმდებლობაში ჩასმულია და არსებობს, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ამბობს, რომ ეს თურმე არის რუსული კანონპროექტის ანალოგი, საერთოდ უნდა დავსვათ შეკითხვა, ან რუსული თუ აქვს მას საკითხული, ან ამერიკული.
ყველაზე მნიშვნელოვანი რატომაც ნერვიულობენ ესე ამ შემთხვევაში შეერთებული შტატების მაღალ ასე ვთქვათ იერარქიულ დონეზეც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით აქ ძალიან ლოგიკური ბმა იმასთან დაკავშირებით რომ დამფინანსებლები და დონორები ამ ორგანიზაციებისა რომლებიც საქართველოში წარმოადგენენ აგენტებს რომლებიც ატარებენ სწორედ იმ მათი დონორების მიერ დაკვეთილ ინტერესებს მათ ინტერესებს ატარებენ საქართველოში ბუნებრივია ის ადამიანები ნერვიულობენ რომ ამ ყველაფრის გამჭვირვალეობის შემთხვევაში ამ ყველაფრის გამოქვეყნების ამ შემთხვევაში და ამ ყველაფრის ასე ვთქვათ საჯაროდ გახდომის შემთხვევაში ბევრი რამის დაფინანსება აღარ მოხერხდება საქართველოში ბევრი რამის გაკეთება, ბევრი იდეის გატარება, ადამიანების მოწამვლა, ტვინის გარეცხვა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა არასამთავრობოების მიერ პირდაპირ ღიად ბრძოლა ქართულ ეკლესიასთან, იდენტობასთან, ტრადიციებთან, ღირებულებებთან, ჩვენ სახელმწიფოებრიობასთან. ეს უკვე ასე მარტივად აღარ გამოვა. აი ბატონო ჯაბა თქვა რომ ანუ ბუნებრივია რომ ამ შემთხვევაში საუბარი იმაზეა რომ ფინანსდება ყველა მიმართულებით უარყოფითი კონტექსტი ხო და ეს აღარ გამოვა იმიტომ რომ ყველაფერი გამჟღავნდება ამ შემთხვევაში ყველაფერს დაერქვება თავის სახელი და ყველაფერი უკვე გახდება ასე ვთქვათ არათუ საჯარო განხილვისაგან არამედ კანონით დარეგულირდება ეს ყველაფერი ნახეთ როგორი მომენტია როდესაც აი მარტივი ხა ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება მაგრამ აი მოვიყვანოთ თუნდაც ყველაზე ისეთი ცნობილი მაგალითი რასაც დიდი ამბები იყო წლების განმავლობაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ისფედმა რაც გააკეთა ხო ისფედმა არასამთავრობო ორგანიზაციამ რომელიც ფინანსდება ამერიკიდან შესაბამისად პირდაპირ ლობირებენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან ხო მათი ორგანიზაციაა და ღია თქვა კიდევაც ეს ქალბატონმა დეგნანმა დათვალა პივიტი შეიტანა ანუ გამოიყვანა მცდარი ციფრები შემდეგ ამაზე პოლიტიკურმა რადიკალურმა ოპოზიციამ ასე ვთქვათ რევოლუციური პროცესების აგება გადაწყვიტა და ქვეყანაში არეულობის შემოტანა ერთადერთი არგუმენტი მათი რომ თითქოს და გაყავდა არჩევნები იყო სწორედ ისფედის ეს დასკვნა და გავიდა 2-3 თვე ჩაიშალა მთელი ეს რევოლუცია და მერე გამოგვიცხადეს უიო შეგვეშალაო აი წარმოიდგინეთ ასეთი რამ რომ მოხდეს შეერთებულ შტატებში რომელიმე უცხოურმა აგენტმა რო ასეთი რამ გააკეთოს მას 250,000 ჯარიმა დაეკისრება 5 წლის თავისუფლების აღკვეთა მიესჯება ყველა იმ ადამიანს ვინც ამაში გარეული იქნება და ხოლო ის ადამიანები ვინც არ იქნებიან ამერიკის მოქალაქეები იმ ორგანიზაციაში ყველას დეპორტაციას გაუკეთებენ და იმ ორგანიზაციას ბუნებრივია ასე ვთქვათ რეგისტრაციას გაუუქმებენ ხო ამიტომ გასაგებია რომ იგივე NetPrice-იც ახმოვანებს ახლა იმ კონკრეტულ დონორ ორგანიზაციებს და იმ ძალებს, რომლებიც აფინანსებენ ამ არასამთავრობო სექტორს. იცით რაც სად მივდივართ? მივდივართ იქამდე, რომ აგენტების თანხების გამჭვირვალეობა და მათი შესწავლა და გამჟღავნება შეიძლება შეერთებულ შტატებში და ეს აუცილებელია, ხო? რაზეც ვისაუბრეთ. შეიძლება ეს ევროპაში, მართალია ევროკავშირში არ არის ეს კანონმდებლობა, მაგრამ აგერ ნახეთ რომ IPP-მ გუშინ დააყენა თუ გუშინ წირო, ჩვენთანაც უნდა იყოსო, თორე დავიღუპეთ, შეხედეთ რა სკანდალებში ვართ გაყვაულიო. ამიტომ მანდაც მიიღებენ ამ იქ შეიძლება, საქართველოში არ შეიძლება. საქართველოში არაფრით არ შეიძლება რომ საქართველოში არსებობდნენ უცხო ქვეყნის აგენტები, რომლებიც კონტროლს ექვემდებარებიან. არ უნდა ექვემდებარებოდნენ კონტროლს, უკვე სრული ქაოსი უნდა იყოს მაგ თვალსაზრისით. რასაც უნდა იმას უნდა აკეთებდნენ, იმიტომ რომ უპირველეს ყოვლისა ამ შემთხვევაში ძალიან სამწუხაროდ ჩვენს მეგობრებად რომ მოაქვთ თავი ძალიან ბევრ ძალას შეერთებულ შტატებში ყველაზე რა თქმა უნდა არ ვამბობ. მათ ინტერესში არის რომ საქართველოში იყოს არა ისეთი ხელისუფლება რომელიც არის დამოუკიდებელი, რომელიც არის თავის ქვეყნის ინტერესებზე და ერის ინტერესებზე ორიენტირებული, არამედ რომელიც არის აგენტოკრატი, რომელიც არის როცა ქვეყანაში უნდა იყოს აგენტოკრატია, მართლობა უნდა იყოს აგენტების, რომელიც კონტროლირდება ამ შემთხვევაში დასავლეთიდან, შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან, ვთქვათ ამ შემთხვევაში ევროკავშირის წრეებიდან. იმისათვის რომ მხოლოდ აგენტოკრატიის შემთხვევაში შეიძლება იყოს სახელმწიფო კონკრეტული ვასალი, კონკრეტული ძლიერი სახელმწიფოს, ხო? პატარა სახელმწიფო იყოს ვასალურ მდგომარეობაში. დაანგრევინოს საკუთარი ეკონომიკა რაღაც სანქციებით რუსეთის წინააღმდეგ. როდესაც უნდათ მაშინ ჩართონ მეორე ფრონტი გაახსნევინონ და ჩართონ ომში. გამოუშვან რომელი კრიმინალიც უნდათ ციხიდან გამოაშვებინონ და ასე შემდეგ, ხო? ანუ სხვანაირად ეს არ გამოდის. ამიტომაც არის დაინტერესება, ამიტომ NetPrice შემთხვევით არ ახმოვანებს ამას ყველაფერს. და ნურავინ იფიქრებს, რომ NetPrice არ წაუკითხავს ახლა ის კანონი, რომელიც ხალხის კანონ პროექტი, რომელიც ხალხის ძალა მოამზადა. და არ იცის, რომ ეს ერთ-ერთი არის ანალოგი ამერიკულ ვარიანტთან და რაღაც ღაბრებს გვიყვება, რომ არა, ეს ან რუსული, ან უნგრული და რაღაც სისულელეები. ხათუნა სამიძე საერთოდ წაკითხული არ ქონდა ეს კანონ პროექტი. პირველად რო გააჟღერა ქართულ ხალხის ძალამ, რომ ჩვენ ახლა შეგვაქვს ეს ინიციატივა ვაპირებთ შეტანასო, მაშინვე გამოხდა და არ არის ეს.
ამერიკული ვარიანტი რუსულიაო. საკითხულიც არ კი ქონდა. ბატონო. ანუ მნიშვნელობა არ აქვს მათთვის. ეს მართლა ამერიკულია. თუ მართლა არ არის ამერიკული, არავითარ მნიშვნელობა მთავარია რომ ესე უნდა თქვან, რადგან ზოგადად ამ კანონის არსებობა არის მათთვის კატასტროფა. აი, როდესაც აგენტოკრატიაზე ვსაუბრობთ, პრინციპში ის ბოლო რეზოლუცია, ბატონო ჯაბა, რომელიც ვნახეთ ჩვენ ევროპარლამენტისგან მიღებული რეზოლუცია, რომელსაც არანაირი არც სამართლებრივი ვალდებულება არ აქვს, მით უმეტეს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნისთვის და ისედაც პრინციპში არ აქვს ვალდებულება, იმიტომ რომ ევროკომისიამ უნდა დაამტკიცოს და მიიღოს, ასე ვთქვათ, და აამოქმედოს ევროპარლამენტის მიღებული, ასე ვთქვათ, ეს რეზოლუცია. პრინციპში აი ამის ასე ვთქვათ კიდე ერთი ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორ ცდილობს დასავლეთი შეინარჩუნოს საკუთარი აგენტოკრატია საქართველოში, საკუთარი აგენტები საქართველოში და პრაქტიკულად სამართლის უზენაესობაზე მაღლა დგება მათი პოლიტიკური ინტერესები და საუბარი იმაზე რომ ვინაიდან და რადგანაც გჭირდება სააკაშვილის თავისუფლება, რიგი რადიკალური დესტრუქციული რევოლუციური გეგმებისა და მეორე ფრონტისა ყველაფერზე მაღლა უნდა დადგეს სააკაშვილი, არც სამართლის უზენაესობა არსებობს, აღარ სასამართლო, აღარც წარსული აღარც ის სტრასბურგის ასე ვთქვათ ის ბოლო განაჩენი ოჩგავასთან დაკავშირებით არამედ არსებობს მარტო პოლიტიკური ინტერესი და ჩვენს უნდა ავდგეთ და ეს პოლიტიკური ინტერესი უნდა მივიღოთ. მოკლედ მიხეილ სააკაშვილის საქმე საერთოდ გამოსულია სამართლებრივი სისტემიდან, ის უკვე თავიდან პოლიტიკური იყო, მერე გასტრონომიული იყო, ჩვენ ვნახეთ რომ ის მის კვების რაციონით იწყებოდა დღე და მთავრდებოდა და შემდეგ უკვე გადავიდა მე მგონი უკვე თეოლოგიაში შეიჭრა, მაგრამ ეს გვერდით გავწიოთ. ეხლა თქვენ სწორად აღნიშნეთ და სწორი აქცენტი დასვით. საქართველო არ იმყოფება არანაირ კავშირში. ჩვენ არანაირი ვალდებულება კანონისმიერი არ გაგვაჩნია. უყურეთ როგორი მოცემულობა არის. არსებობს ესეთი ტერმინი სუპრანაციონალიტეტი და ამ ტერმინის თანახმად ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს კანონმდებლობასა და ევროკავშირის კანონმდებლობას შორის თუ რაიმე კოლიზია და შეუთავსებლობა ხდება, ამ შემთხვევაში უპირატესი ენიჭება, ნუ ეხა ის ერთმნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ მაინც ისე ხაზმა გასმით გაწეული, რომ უპირატესი ენიჭება ევროკავშირის სამართალს. ჩვენ არ ვიმყოფებით არანაირ გაერთიანებაში, ჩვენთან ამავე ევროკავშირის სახელმძღვანელოს ერთ-ერთი მოცემულობა, როგორც არსებობს გაიდლაინი, დირექტივა და როგორც არსებობს რეკომენდაცია ჩვენ შემთხვევაში, ნუ არ თქვენ რეკომენდაციას და შემამდვილში ეს პირდაპირ დირექტივა და მუქარაა, მოდი ამაზე თავს ნუ მოვიტყოთ, საზოგადოება კარგად ხედავს. ამ შემთხვევაში არსებობს დირექტივა და ისა დირექტივა და ამ დირექტივის ხელით ენით გვესაუბრებიან. მაგრამ ესენი ამობენ რომ ეს არის რეკომენდაცია. ხა ეს რეკომენდაცია რას გულისხმობს? ჩვენ არ ვიმყოფებით არანაირ კავშირში, უბრალოდ პრეამბულად დაგვიტყვეს, რომ თუ გინდათ გახდეთ ჩვენნაირი, ჯერ ეს რა მიმართვა ან რა კომპრომისია, თქვენ უნდა გაათავისუფლოთ მიხეილ სააკაშვილს. ეს მოთამაშოთ ჩვენი წესებით, ანუ ჩვენი წესებით უარი თქვა თქვენ იდენტობაზე, უარი თქვა კონსტიტუციაზე. და ეხა ის მინდა რომ კარგად აუხსნა ჩვენ მაყურებელს. კონსტიტუციური და ანუ კონსტიტუციაზე რატო ვამბობ ჩვენ უარს? კონსტიტუცია რა ის არის გარანტი კანონის პარიტეტულობის დაცვის. ანუ ის ნებისმიერი მსჯავრდებული, ვინც არ უნდა იყოს, ყოფილი პრემიერია, მინისტრია თუ პრეზიდენტია თუ რიგითი ჯიბის ქურდია, მათი ეს კანონის პარიტეტულობა უნდა იყოს დაცული საჟელის მოხდის მომენტში. ანუ არ უნდა არსებობდეს უპირატეს მდგომარეობაში ასეთი მსჯავრდებული. ესენი პირდაპირ გთხოვენ, რომ ყოველგვარი სასამართლოს, ყოველგვარი პენიტენციის გაუთვალისწინებლად მოხდეს ან ამ ადამიანის გადაყვანა სამკურნალოდ, უკვე პირდაპირ გათავისუფლებას გთხოვენ. შესაბამისად, ესენი თავად ახდენენ ჩვენი ეროვნული კანონმდებლობის დისკრედიტაციას. ჩვენ არ გვიტოვებენ არანაირ გზას. ეხლა ეს ანტაგონიზმი რატო ჩამოყალიბდა, ხო? ხო შეიძლება რომ გავიყვანოთ სამართლებრივი სივრცით ისაუბროთ. არა, ისინი ამბობენ, რომ თქვენ არ გაქვთ ეროვნული კანონმდებლობა, თქვენ არ გაქვთ ბრალდების მხარე, რომელიც სწორ კვალიფიკაციას ვერ აძლევს ჯარდებულის მიმართ, თქვენ არ გაქვთ სასამართლო და თუ სხვაგან ახავენ ლაფსუს შედარებით დაბალ ეშელონებში, ესე რომ ვთქვათ, მაგალითად აღმასრულებელ ორგანოში, ამაზე ისინი აქცენტს არ აკეთებენ. აქცენტს აკეთებენ მხოლოდ და მხოლოდ სასამართლო ხელისუფლებაზე და მიდის ბოლომდე მათი დისკრედიტაცია. იცით რატო? იმიტომ რომ მათი გავლენის აგენტებს ყველაზე მძლავრი ბრერკეტი სწორედ და სწორედ ცენტრალიზებულ ხელისუფლებაში ექნებათ და აქედან მოახდენენ ამის მართვას. ამიტომ ჩვენ ხალხი, რომელიც ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებლები და ჩვენ ამის კონსტიტუციური გარანტია გვაქვს, ჩვენ ვთხოვენ იმას, რომ ჩვენი ეროვნული კანონმდებლობა გვერდით გავწიოს და გვეთამაშებიან თავიანთი წესები. ანუ უხეშად რო ვთქვათ, გვევაჭრებიან. მაგრამ ამის პარალელურად ეხა რა მოცემულობა გვაქვს? ეხა ეს ხო პირდაპირ ვაჭრობა, ეს კუბილიუსი რასაც აკეთებს. ჩვენ ნუ არ ვიცი ამ ადამიანს საერთოდ რა სტატუსი აქვს, ეს გადამდგარი ევროკავშირის ყოფილი ელჩი. ესენი არანაირი ინსტიტუცია არ არის და არანაირი სამართლებრივი აღსრულების მექანიზმი არ არსებობს მათი გამოცემულის რაღაცა იმ დასანქცირების და ასე შემდეგ. უბრალოდ მოკლედ რო გითხრათ, რომ ეხლა ჩვენ ვხედავთ, რომ ეგზისტენციური საფრთხე არსებობს ომის დაწყების და ძალიან დიდი დარტყმა მიიღო ხელისუფლებამ თავის თავზე და განსაკუთრებით ირაკლი ღარიბაშვილმა. ამ მოცემულობით
სწორი გზა ეს არის და პრაგმატულ პოლიტიკას მიყვება ხელისუფლება, რომ პოლიტიკურად ვაჭრობთ. ჩვენ უნდა ვივაჭროთ ყველაფრით გარდა ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის. პოლიტიკურად ვაჭრობთ. ეხლა ისინი ბოდიშით რას ამბობენ? ისინი ჩვენთან სავაჭროდ იტოვებენ ლავირების საშუალებას და ჩვენ ვაჭრობის უფლებას არ გვაძლევენ. რომ ამ ჩიხიდან გამოვიდეს. ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი. აი გუშინ კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, შეგვახსენა თავი სააკაშვილის სისხლიანმა 9 წელმა სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა კიდევ ერთი განაჩენი და ვნახეთ რომ და გავიხსენეთ უпростоრად ის თუ რა საშინე რა სისტემური დანაშაული ხდებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს და რეალურად როდესაც ამ ფონზე დღეს მიხეილ სააკაშვილი ოროთახიან ლუქს პალატაში მკურნალობს მასზე 577 ევროდეპუტატი ამბობს იმას რომ თურმე აწამებენ და თურმე აუცილებლად უნდა განთავისუფლდეს აი ეს რა სტანდარტია და საერთოდ როგორ უნდა გავიგოთ ეს რეზოლუცია დაახლოებით იგივე, რაც ვისაუბრეთ ამ შემთხვევაში იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, ზუსტად ის მიდგომაა, ანუ რაც არ უნდა მიმტკიცო და რაც არ უნდა წარმომიდგინო ობიექტური მოცემულობა და ფაქტები, მე თუ არ მინდა რომ დავიჯერო, არ დავიჯერებ. აი ეს პოლიტიკა ტარდება ეხლა საქართველოს სამართლებაში და კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. რა, ევროპარლამენტში თუნდაც იგივე იპიპის წევრებმა არიციან სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა, სოციალური ქსელების სავსეა ამ კადრებით, ახალი კადრებით. იმ კადრებით კი არა შაბათის ფორმულაში რო გააშუქეს თუ TV პირველზე. რო თურმე რო კვდება სააკაშვილი და ვეღარ მოძრაობს და ჯვარს ვერ იკეთებს. არამედ ყველამ რო ნახა, როგორ ამოიჩარა ხელში ეს ხადუნები და დარბი საკეთიკეთ ოთახში და ავიწყდება რომ კამერები იღებენ 24 საათი და რთულია, ძალიან რთულია 24 საათის განმავლობაში, 6 თვის განმავლობაში სააკაშვილისთვის შეუძლებელი რამეა ეს ითამაშო ავადმყოფი. ითამაშო სიკვდილისთვის განწირული და გადადებული, ასე ვთქვათ, ნახევარი ფეხით უკვე იქეთ მხარეს მყოფი პაციენტის როლი. შეუძლებელია, ხო? ძალიან რთულია, მაგას ნიკოლსონი ვერ ითამაშებს, კაცო. სააკაშვილი კი არა და აქედან გამომდინარე, ნუ ხანდახან ამ ადამიანს უწევს, ავიწყდება რომ როლშია ბოსნეული რომ უნდა ითამაშოს. ავიწყდება რომ სიკვდილის პირას უნდა იყოს მისული. ეს ყველაფერი ხო დევს სოციალურ ქსელში. რა, კუბილიუსაც ნანახია ეგ ამბავი, ფოტიგასაც, კრამოვსაც და გრეგოროვასაც, ყველას ნანახია. მაგრამ საჭირო არის ამ შემთხვევაში პირველი უნდა გააправონ ის ექიმების დასკვნები 108,000 რო დაჯდა სააკაშვილის ტვინის განლევადობა მაგალითად 108,000 რო დაჯდა იმ ლახანის დიაგნოზი ხო უნდა გააправონ ახლა ევროპარლამენტში ეგ ამბავი ევროპის დონეზე ხო უნდა გააправდეს რომ ეს კაცი კვდება აი დასკვნა შესაბამისად ახლა მე აქ ძალიან საინტერესოა ძალიან გულსატკენია ის და გულდასაწყვეტია რომ ამერიკაში რო კანონი არსებობს აი იმ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით აგენტების დაფინანსების ევროპაში ჯერ არ არის თორე ჩვენ ზუსტად გვეცადინებოდა ზუსტად რამდენი აიღო ამაში კუბილიუსმა, რამდენი აიღო ფოტიგამ და დანარჩენებმა, ხო? რამდენი 1000 ევრო აიღეს აი ამ სისულელის დაწერაში. რო კითხო რომ ამ კადრებს არ ნახულობთ კაცო ელემენტო, გეტყვია რომ არა, ეს ჩვენ არ გვეხება, ეს ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ აგერ დასკვნები ვნახეთ ვიღაცა ლახანის, მე რა რო ის რაღაცა მილიონი დაჯდა. აქედან გამომდინარე, თავარი არის ის რომ როგორმე მოახდინონ ქვეყანაზე ზემოქმედება და რატო? ისევ და ისევ ყველაფერი მიდის და ბრუნავს იმის გარშემო როგორ მოახდინონ სააკაშვილის ხელისუფლების ძალაუფლებაში რეანიმირება ნაციონალური მოძრაობის სააკაშვილი თუ სააკაშვილის გარეშე უკვე ეგეთი სიტუაცია იმიტომ რომ დღევანდელი ხელისუფლება არ არის აგენტებით დაკომპლექტებული დღევანდელი ხელისუფლება არ გაზრდილა შეერთებული შტატების და CERU-ს და სხვადასხვა სპეცსამსახურების მიერ არ გაზრდილა არ არიან და ფინანსურად დამოკიდებულნი ამ საერთაშორისო ორგანიზაციებზე იქნება ეს ამერიკული თუ ევროპული შესაბამისად არ არიან კონტროლირებადი ხო და ეს ყველაფერში ჩანს იმათ ჭირდებათ ომში ჩვენი ჩართვა არ ვერთვებით იმათ ჭირდებათ სანქციები არ ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო სანქციებს მოკლედ არ დაურბივართ მათ ჭკუაზე განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში შესაბამისად ძალიან აქტიურდა ახლა იდეა რომ ეს ხელისუფლება უნდა როგორმე ჩამოვაცილოთ და მოვიყვანოთ ეს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება უბრალოდ იმდენად არიცნობენ მაინც ჩვენს ფსიქოლოგიას 30 წელიწადია გვიყურებენ იმდენად ვერ გაიცნეს ქართველი კაცის ქართველი ადამიანის ცნობიერება რაზე არის ის წამსვლელი უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში რომ ვერ რომ რაც არ უნდა მოინდომონ სააკაშვილის ხელისუფლებას ასე ხელოვნურად ვერ აიღებენ და ვერ დასვამენ ხელისუფლებაში. მთელი ქვეყანა გამოვა ამის წინააღმდეგ და უმძიმესი რეალობით დაუმთავრდება ეს პროექტი დასავლეთს, ხო? აი მას ვერ იაზრებენ. გონიათ რომ ეს ასე მარტივია, მაგრამ ნამდვილად არ არის მარტივი, იმიტომ რომ სწორედ ის დანაშაულებები, რომელიც სააკაშვილს ჩადენილი აქვს აი იმ 9 წლის განმავლობაში,
არავის არ დავიწყნია. ყველას ახსოვს და ყველა მიცის, რომ ეს ადამიანი რის გამო ზის და ყველა არის აღშფოთებული. მთელი ქვეყანა, რომ 6 წლით ზის ეს კაცი და არა 60-ით. აი, როდესაც იმ 9 წლიან დანაშაულებზე ვსაუბრობთ, ალბათ ყველაზე დიდი, ყველაზე უპირატესი დანაშაული, რაც სააკაშვილს აქვს ჩადენილი, ეს არის ის, ასე ვთქვათ, პროვოცირება და ის პოლიტიკა, რაც მან გაატარა 2008 წელს და კერძოდ ის სამხედრო მოქმედებები, რომელიც სამწუხაროდ დაიწყო მან ცხინვალის წინააღმდეგ. ამ თემასთან დაკავშირებით არის ჯაბა შესული კიდევ ერთი ინიციატივა პარლამენტში უკვე საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით, პროკურატურაშიც არის შესაბამისი, ასე ვთქვათ, სარჩელი წარდგენილი და ახლა უკვე პარლამენტშიც, რომ დაიწყოს გამოძიება რა მოხდა 2008 წელს და რატომ დაიწყო ის ომი, ის აგვისტოს ომი და რა როლი ჰქონდა ამ ყველაფერში მიხეილ სააკაშვილს, მის ხელისუფლებას, მის მინისტრებს და ზოგადად რატომ მოხდა ის, რაც წესით და რიგით ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო, რომ ქვეყანას ეს ომი თავიდან აეცილებინა. იცით როგორი რაღაცა არის სამწუხაროდ ეხა ხელისუფლება მაშინ გარდა იმისა რომ შეიძლება მილიტარისტული რაღაცა კარგი სახელმწიფო ააშენო და ძლიერი სახელმწიფო შექმნა გარდა მაგისა არჩევანს აკეთებთ იმასთან გამომდინარე რომ რამდენად ძალუც ადამიანს და პოლიტიკოს საკუთარი ძალაუფლების სწორად გამოყენება ომის საომარი საფრთხის აღკვეთა კონფლიქტში არჩევმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისად ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია და აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ეს საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას. უბრალოდ როგორი რაღაცა აზრის ფორმაციას ცდილობენ იცი ეს უკვე უმცირესობა რომლებიც ოპოზიციას წარმოადგენენ. როგორც კი აგვისტოს ომთან დაკავშირებით რაიმე კითხვა საშუალო რიგით მოქალაქეს ამ პოლიტიკოს თუ გაუჩნდება და იმ ის არის პრორუსი. ის არის პუტინის კითხვა კრემლიდან მოდის ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ. ეს ამ ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები 2008 წელს ამ ქვეყანას სამწუხაროდ ახალგაზრდები შეეწირნენ ამ კონფლიქტს. ხო ლოგიკურია რომ გაგვიჩნდეს ხო ამაზე რომ აი ისა საქართველოს ყოველგვარი გარე ძალებისგან გარე ძალების რაღაცა ინსტრუმენტების გარეშე მოახდინონ დამოუკიდებლობად საპარლამენტო კომისია შეიქმნა. ეს მათ არ უნდათ გამომდინარე იქიდან რომ ეხლა ჩვენ მოდი კიდე ობიექტური მოცემულობიდან გამოვიდეთ. ხო დღევანდელ დღეს რაც ხდება ეხლა 2003 წელს და თუნდაც 2003 წელს რაც მოხდა ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციით და 2004 წელს შემდეგ ეგეც ნარინჯისფერები რომ მოვიდნენ უკრაინაში ჩვენ ხო ვიცით რომ ესენი იყვნენ ერთი ლობის ქვეშ ყოფი და ერთ პოლიტიკურ ფარვატერში რომელსაც დღემდე უწევენ ლობირებას დასავლეთით. აქ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ რაღაცა კოლექტიური ამერიკის და ევროპის დისკრედიტაციას და რაღაცა მათ იმას ჩვენ ვსაუბრობთ იმ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტზე რომელმაც ბჭყალებში ყველაფერი გამოუწვანა აი ამ ომის პარტიას და ამ შემთხვევაში აქედან ამოცემულობიდან გამოდივართ. ამიტომ ეხა ძალიან ბევრი კითხვა თუ რატომ მოხდა ეს კონფლიქტი შეგვეძლო თუ არა თავიდან აცილება და როგორც კი ამის ლეგიტიმური რაღაცა კითხვის დასმა არა აქ ამ საპარლამენტო ტრიბუნიდან თუ საკანონმდებლო თუ სამოქალაქო სექტორში ხდება თუ ტელევიზიაში იმ წამსვე ერთვებათ ეს საცეცი ეს ინსტინქტი რომ აი შეკვეთილი აი პრორუსული ნარატივი ანუ რაშუაში ამ ქვეყანას წარმოადგენთ ჩვენ მოქალაქეები და რომელთა რაღაცა აზრის და უმრავლესობის აზრის გაჟღერება ხდება შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში და შესაბამისად ეს კითხვა აწუხებს ყველას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას გარდა მაგ უმცირესობისა. აი ეს მიდგომა იმ რაზეც ახლა ვსაუბრობთ ხომ რომ არ შეიძლება 2008 წელთან დაკავშირებით შეკითხვის გაჩენა. არანაირად არ შეიძლება იგივე თუნდაც მიზეზებზე ფიქრი მსჯელობა ამის გამოძიება და მთელი აი ბოლო წლების განმავლობაში პრაქტიკულად ეს მოცემულობა იყო რომ ნებისმიერი ასე ვთქვათ შეკითხვას მაინც დასვამდა 2008 წელთან დაკავშირებით იმ წამსვე იწყებოდა ასე ვთქვათ იარლიყის მიწებება რომ თურმე ეს ყველაფერი არის პრორუსული ქმედება და კრემლისგან არის ნაკარნახები. დღეს საბედნიეროდ უკვე არსებობს პარლამენტში შესაბამისი ასე ვთქვათ ინიციატივა საგამოძიებო კომისიაზე. ალბათ დროა ახლა რომ დაიწყოს გამოძიება იმაზე თუ საერთოდ რა ხდებოდა 2008 წელს და პირველ რიგში რა როლი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს და მის ხელისუფლებას ამ ომში ან რატომ ვერ მოხდა ამ ომის თავიდან აცილება. რა თქმა უნდა დიდი ხანია უკვე ამის დროა და დიდი ხანია უკვე ძალიან ბევრ კონკრეტულ კითხვაზე პასუხია გასაცემი რომელიც საზოგადოებას აინტერესებს და ძალიან მაღალი მოჭარბებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს ხო? უპირველეს ყოვლისა სანამ ამ თემებზე ასე ვთქვათ გამოძიებებზე ამ საკითხების განხილვებზე მსჯელობებზე ანალიზზე გადავალთ მანამდე უნდა გავიაზროთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ რომ ჩვენ ვცხოვრობთ რაღაც ძალიან არაადეკვატურ ვითარებაში იმ თვალსაზრისით რომ ძალიან ბევრი ობიექტური რეალობის ამსახველი ფაქტი არის პოლიტკორექტული ასე ვთქვათ პოლიტკორექტულობით ჩაკეტილი
თუ გასაგებად აქვს ენი. კი, მაგას რო ტაბუდადებული. ხო, ტაბუდადებული, მართალია. ტაბუდადებული. არ შეიძლება ვთქვათ ობიექტურ რეალობაზე ვისაუბროთ ძალიან ბევრ შემთხვევაში. მაგალითად, ობიექტურ რეალობაზე რომ სააკაშვილმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები ცხინვალის მიმართულებით. მოხდა ეს არის ობიექტური რეალობა, ფაქტია. 7 აგვისტოს ეს მოხდა ღამე. აი პატარა პარალელი ცოტა ხნის წინ ირაკლი კობახიძემ იგივე ობიექტური რეალობა აღნიშნა უკრაინაში მიმდინარე ომზე და გვახსოვს ის ისტერიკა. მან დავარ ზუსტად. როგორც კი სააკაშვილი, როგორც კი ვამბობთ რომ სააკაშვილი თავს დაესხა ამ შემთხვევაში და სამხედრო მოქმედებები დაიწყო ცხინვალის მიმართულებით, მე არა ვარ იმის მომხრე რომ ვთქვა რომ სააკაშვილმა ომი დაიწყო. იმიტომ რომ საკუთარ ტერიტორიაზე, საკუთარი ტერიტორიის წინააღმდეგ ვერ დაიწყებ ომს. მან დაიწყო სამხედრო მოქმედებები, ხო? ამ შემთხვევაში სეპარატისტული ანკლავის მიმართულებით. ამან გამოიწვია მოახდინა პროვოცირება და ჩაერთო ამ პროცესებში რუსეთი და დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი. აი ეს არის მოცემულობა. ასე იწყება ჰაიდი ტალავინის კომისიის დასკვნა სხვათა შორის. შესაბამისად, ეს არ არის უბრალოდ რაღაცა პოლიტიკური ნარატივი, ეს არის ობიექტური მოცემულობა. ასე მოხდა. ჩვენ თუ გვინდა რომ საკუთარი თავი მოვიტყუოთ და იმის შიშით რომ ვაიმე რომელიღაცა იმ ნაცკლასტერის წევრმა შემთხვევით ვაიმე პრორუსული არ დამიძახოს ამის გამო რომ თურმე როგორ გაუბედე ხა მე და როგორ დავადანაშაულე მათი ღმერთკაცი თუ ისე ქვია მამონი სააკაშვილი მაგაში რომ მანდა დაიწყო სამხედრო მოქმედებები. მაპატიეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ფეხებზე უნდა დავიკიდოთ ერთხელ და სამუდამოდ. და ეს უნდა დავასრულოთ აი ეს დაკომპლექსება აი ამ სისულელეებით რა. ირაკლი კობახიძე თუ იტყვის რომ იცით რა რუსეთი ამ ეტაპზე წინ მიდის ამ შემთხვევაში თავის ბრძოლაში და ამას ამბობს იმისათვის რომ წარმოაჩინოს რომ ეხლა გაცილებით უფრო გამძაფრდება საქართველოს ომში ჩართვის მსურველების ასე ვთქვათ აქტივობა. აი სწორედ ეგ პარალელი იყო. თურმე ის არის პრორუსი და BBC რო იტყვის ის შეიძლება და ამ არესტოვიჩი ან კიდე ვიღაცა ომის ინსტიტუტი რომ რუსები ამ შემთხვევაში დღეს უპირატესობას ფლობენ. ეს შეიძლება, მაგრამ ჩვენ პრორუსები ვართ. ამას რო დავასრულებთ აი ამ ფსიქოლოგიას. მე ძალიან გაგვიმარტივდება ობიექტურად შევხედოთ წარსულსაც, ატყულსაც და მომავალს. აი ჯაბა, მოცემულობა ასეთია, ხომ თუნდაც როდესაც 2008 წელზე ვსაუბრობთ, იგივე სააკაშვილის დამოკიდებულება, მისი ომის შემდგომი განცხადებები იქ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რომ თურმე ქვების გროვა იყო და დიდი არაფერი დაუკარგავს ქვეყანას თუ კი კონტროლი დაიკარგა ამ ტერიტორიებზე, რეალურად ხომ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს. ყველაფერი დაიწყო მცირე პროვოკაციებით და საბოლოო ჯამში მივიდა აი ამ დიდ, ასე ვთქვათ, დიდ ომამდე, სამწუხარო ომამდე, რაშიც სამწუხაროდ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ აბსოლუტურად დესტრუქციული როლი ითამაშა. ბატონმა გიორგიმ სწორად ბრძანა რომ ამ კითხვების დასმა როცა მედის და ამისთვის ახლა საკანონმდებლო აი ეს საგამოძიებო კომისია რო შეიქმნება ამისთვის ძალიან კარგია და ობიექტურობის პრინციპიდან გამომდინარე დაცული იქნება აი მას მიესწება სწორი სვლა, აი ეგ ბევრ კითხვაზე გაიცემა პასუხი, უბრალოდ თქვენ წეგან რაც ახსენებთ კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით მინდა შევეხო. შეხედეთ უკანასკნელი 30 წელი ადამიანების იმდენად ცდილობენ რაღაცა იდეოლოგიური ჯანსაღი იდეოლოგიურ რაღაც ელიმინაციას, რომ ყველაფერი გადავიდა ემოციურ ჭრილში, ანუ რაციონალური პოლიტიკური განცხადება ითვლება მოღალატეობრივად. ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ წარმოიდგინეთ ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე განცხადებას. აი ხო არ არის უკვე ის რა ქვია, პოლიტიკურ გემოვნებაზე მე მომწონს პოლიტიკას ამხარ. ანუ ობიექტური მოცემულობა არსებობს და ამ ობიექტურობიდან გამომდინარე რაციონალურ განცხადებას აკეთებს ხელისუფლება, სწორედ პრევენცია იმისა, რომ უფრო გააქტიურდება ჩვენი კონფლიქტში ჩართვა და ამის მექანიზმად ამბობს ხო ამასთან და ამ ყველაფერს ობიექტურობიდან გამომდინარე ეს ითვლება რაღაც მოღალატეობრივად. იგივე არის ეგ, რომ ეხლა ჩვენ რო დავსვდებით, რომ არის კითხვები რა მაგალითად აგვისტოს ომთან დაკავშირებით და შესაბამისად აი საგამოძიებო უწყება მაგით უნდა გაკეთდეს და აი გამოდიან ისევ და ისევ მაგ ნარატივიდან. ანუ ვინც არ ემხრობა და ვინც არ ამართლებს სააკაშვილს, ყველა არის რუსეთის აგენტი. და აი ეგ მოცემულობა გვაქვს ზუსტად დღევანდელ დღეს. თქვენ წარმოგიდგენიათ ადამიანს, რომელიც არის პანოპტიკონის რეჟიმში, მუდმივი ზედამხედველობის, რომელიც დამოკლეს מחვილებით აქ სახელმწიფოს მიხეილ სააკაშვილის მჟავრის მოხდა და დღევანდელ დღეს ამ პირობებში გამოდიან, რომ მისი საკრალიზაცია მიდის როგორ, რომ მას კლავენ, აწამებენ, წელიწადში 1500 ვიზიტორი ყავდა და დღეში 4 ვიზიტორი ხო ადამიანს. და როგორ შეიძლება და თავად ამბობენ რომ ისინი არიან უპირატეს მდგომარეობაში და კიდევ ერთი არ დამავიწყეს რა იმ და აი ბოლოს უცე მინდა რომ გადავიდე გიორგისთან. ამ კადრებთან დაკავშირებით, გავრცელებას დაკავშირებით რომ აი ის პერსონალური მონაცემების დაირღვევა რომ თავად დაცვის მხარის პოზიცია მე ჩემი თვალით უსმინე და უყურე და ჩემი ყურით უსმინე როგორ განაცხადეს რომ მათ თქვეს რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე გაავრცელოთ რაც გაავრცელდა კი ნახე. აი თუ ისინი გაავრცელებენ არა უშავს მაგრამ თუ პენტეციის ნორმალური სტანდარტი გაავრცელებს ეს უკვე არ შეიძლება. და აი ბოლო წუთი გვჭება და ისევ აი ამ ომთან დაკავშირებით ალბათ
ყველაზე დიდი შეკითხვა მაინც ის არის, რა როლი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, თუნდაც იმ რეალობიდან გამომდინარე, რომ დღეს სააკაშვილი მოიაზრება სწორედ იმ აი ამ აგენტოკრატიის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად თუ მთავარ რგოლად, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა ქვეყანაში, რა როლი ითამაშა მან 2008 წელს. 2008 წელს, როდესაც სააკაშვილმა დაიწყო ეს უზარმაზარი ავანტიურა, რომელიც დაუკავშირდა საბოლოო ჯამში ამ ხელა ომს, რომელიც დაიწყო სადღაც 2 აგვისტოდან დაიწყო უკვე პრაქტიკულად ეს ქმედებები, როდესაც გავიგეთ, რომ თურმე ცხინვალიდან გარბიან ადამიანები და იმალებიან, იმიტომ რომ უკვე აბსოლუტური ინფორმაცია აქვს, რომ დაიწყება ესე ვთქვათ ეს კონფლიქტი. შესაბამისად, სიტუაცია იყო ძალიან მარტივად. ეს იყო იმ მომენტში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საარჩევნო კამპანიისათვის ძალიან მომგებიანი პროცესი, როდესაც მაკეინმა გამოაცხადა, რომ ჩვენ ახლა ყველანი ამერიკელები ვართ, მისი რეიტინგი აიწია 7-8%-ით და მან ერთადერთხელ გაუსწრო მაშინ ობამას იმ საარჩევნო კამპანიაში. და ეს მოხდა სწორედ იმიტომ, რომ პირველ გვერდზე, ჰედლაინებად CNN-ზე, Fox News-ზე და ასე შემდეგ ყველგან იყო ომი საქართველოში. და მაშინ ბევრ ამერიკელს საერთოდ ეგონათ, რომ ატლანტაში შედიოდა რუსული ჯარები, მაგრამ ეს არაფერი. საქმე იმაშია, რომ სწორედ ეს თემა გახდა მთავარი საარჩევნო კამპანიისთვისაც კი. ამიტომ ამერიკის რესპუბლიკური პარტია იმ მომენტში, ანუ იგივე ჯორჯ ბუში და მისი, ასე ვთქვათ, მოკავშირე ბაიდის აქვე მაკეინი იყვნენ ამით დაინტერესებული. შესაბამისად, ყველაფერი კეთდებოდა, რომ ეს ომი აქ არ დამთავრებულიყო და რუსეთი შემოსულიყო საქართველოში. მადლობა, პატარა რეპლიკას ვიტყვი. მოკლედ ძალიან და მოკლედ ვიტყვი, რომ ანუ ეს ყველაფერი მათი მცდელობა, ჩვენ ობიექტურობას გავუსწროთ თვალი, ეს არის მცდელობა საქართველოს ანტირუსული პლატფორმის და მთელი მათი გააქტიურება უკანასკნელი და ეხლა უბრალოდ ფორსირება მოახდინეს ამის. კი ბატონო. და გარდა ამისა, რუსეთის და ევროპის დაპირისპირება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პუტინისეული რუსეთი გახდა ოფიციალური აგრესორი მთელი მსოფლიოსათვის და ეს იყო პირველი, საიდანაც დაიწყო რუსეთისა და ევროპის დაპირისპირება, იმიტომ რომ ძალიან ჰარმონიული თანამშრომლობა და თანაცხოვრება იყო მაშინ რუსეთსა და ევროპას შორის და ეს ყველაფერი უნდა დაენგრია. დიდი მადლობა მეგობრებო სტუმრობისთვის და საუბრისთვის. ჯაბა ჭანკვეტაძე და გიორგი ახვლედიანი იყვნენ ჩვენი სტუმრები. მე ამით ორ შაბათამდე გემშვიდობებით, დროებით.